საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალამბებში ნახავთ. რიგით მეორე შეხვედრა პრემიერთან და კონკრეტული გადაწყვეტილება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკამენტით უზრუნველყოფის საკითხზე სამუშაო ჯგუფი იქმნება. დეტალები რამდენიმე წუთში. სუსის მიერ ჩატარებული წარმატებული კონტრდაზვერვით ღონისძიება, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოჰყვა. საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის 2 აგენტი გაიწვია. რას წერს ფრანგული მედია. ორმხრივი მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის და პოზიტიური სიგნალი ვაშინგტონიდან. საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორული ურთიერთობების აღდგენის მზაობა ოფიციალურმა ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს და მისი მოადგილის კრისტოფერ ლანდაუს გზავნილების შესახებ გიყვებით რამდენიმე წუთში. ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტები მესტიაში და სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი მოწყობილობები. აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. თბილისი მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. რა საკითხებზე მსჯელობენ ღონისძიების მონაწილეები. პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ წარმატებულ კონტრდაზვერვით ღონისძიებებს კონკრეტული შედეგი მოჰყვა. საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის 2 აგენტი გაიწვია, ამის მიზეზი კი 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურის დაკავება გახდა. ინფორმაციას დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგული გამოცემა ავრცელებს. სტატიიდან ირკვევა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა. თემაზე საუბარს ჩემი კოლეგა ნუცა კოროშინაძე განაგრძობს, რომელიც დეტალურად გაეცნო გამოცემა ინტელიგენს ონლაინის სტატიას და მეტ დეტალს მოგვიყვება ნუცა გისმენთ. დიახ, ანა, სწორედ ფრანგული გამოცემის სტატიიდან გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ მაისის თვეში საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის 2 აგენტი გაიწვია. ეს კი ფრანგული მხარის მხრიდან ერთგვარი აღიარებაა იმისა, რომ საქართველოში კონტრდაზვერვითი საქმიანობას ახორციელებდნენ ქართული სპეცსამსახურების მიერ მათი გამოაშკარავების შემდეგ კი იძულებულები გახდნენ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ, რადგან როგორც ინტელიგენს ონლაინის სტატიაში აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობის გასაჯაროებით დაიმუქრა. საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის 2 აგენტი. საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა. ამასთან ფრანგული გამოცემა წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯაშუშური საქმიანობის გამოვლენის შემდეგ არ დაასახელა თუ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდა დაკავებული პირი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი უძილაურის დაკავების შემდეგ 8 მაისს სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას საქართველოდან დაზვერვის აგენტების გაყვანისაკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ისე როგორც არასდროს ქართული სპეცსამსახურები კონტრდაზვერვით საქმიანობას მაღალ დონეზე ახორციელებენ. მე მეძლევა საშუალება, რომ პირველი გავაფრთხილო მათ შორის ჩვენი მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რომ რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას რომ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში და გაუფრთხილდნენ ამ ურთიერთობებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღეს და ჩვენ სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, როგორც არასდროს გამოავლინონ შესაბამისი დაზვერვითი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები
ჩვენს ქვეყანაში, მათი შესაბამისი რეზიდენტი პირები, ეგრეთ წოდებულები და კიდევ ჩვენ ძალიან ვუთხრიდებით ამ ურთიერთობას. ამიტომ ვთხოვ, რომ ამ საკითხს ზედმიწევნით ფრთხილად მოეკიდო და მე მგონი ყოველთვის გასაგები იქნება თავად უკეთ იციან არანაკლებად ჩვენზე რა საქმიანობა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ასევე მინდა ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით ჩვენს ქვეყანაში, რომ ვიდრე მათ წარმოუდგენიათ გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს დღეს, კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს დაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით და ასევე ჩვენ ძალიან დიდი ინფორმაციები გვაქვს და ჩვენ სამართალდამცველებს აქვთ ეს ინფორმაციები და ვთხოვთ რომ ეს ხალხი დაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ და ნამდვილ შემთხვევაში მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მე მგონი რაც გავაკეთეთ უკვე საკმარისი უნდა იყოს. ამისი თქმის ძალა დღეს როგორც არასდროს ჩვენს ქვეყანას შესაბამისი უწყებების სწორი და ძლიერი მუშაობის წყალობით და შესაბამისი სამართალდამცველების წყალობით საბედნიეროდ აქვს. უკვე ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში კი ცნობილი გახდა, რომ ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობის გამოვლენის შემდეგ შესაბამისი ქვეყნების სამსახურებს შორის პოზიტიური კომუნიკაცია შედგა, თუმცა სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განმარტა ისიც, რომ მოწოდების მიუხედავად გარკვეულმა პირებმა არ შეწყვიტეს დაზვერვითი საქმიანობა, რის გამოც კიდევ ორი პირი სუსმა 30 მაისს დააკავა. მამუკა მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი სამსახური და კონკრეტული პირები ამჯერად მაინც გამოიტანენ სწორ დასკვნებს. სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული. ამას ნამდვილად მოყვა საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებს შორის, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ 2 დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. იმედია ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან და ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართული სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება, რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფრვა და მათი წევრების დაკავება, რაც იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს. პირდაპირ აღიარება შეაფასეს ფრანგული მხარის გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ექსპერტი დავით ქართველიშვილი უახლოეს წარსულს იხსენებს, რა დროსაც აზერბაიჯანში ანალოგიური შემთხვევა მოხდა. მაშინ ოფიციალურმა ბაქომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 2 მზვერავი და საკუთარი ქვეყნიდან ამ ფორმით გააძევა. განსხვავებით აზერბაიჯანისაგან საქართველომ საფრანგეთის სპეცსამსახურებს საშუალება მისცა თავიანთი დაზვერვის თანამშრომლები ქვეყნიდან დიპლომატიური სკანდალის გარეშე გაეწვიათ. საქართველოდან გაიწვია თავისი 2 აგენტი და ამით მოახდინა არა ირიბი, არამედ პირდაპირ აღიარება იმისი, რომ საფრანგეთის სპეცსამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს ტერიტორიაზე. და არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. 3 წლის წინ ანალოგიური სკანდალი აგორდა აზერბაიჯან-საფრანგეთის ურთიერთობების გამწვავების დროს. რა დროსაც აზერბაიჯანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 2 მზვერავი და ასე გააძევა ქვეყნის ტერიტორიიდან. საქართველო ასეთი ხისტი არ იყო ამ შემთხვევაში, მან არ დაძაბა დიპლომატიური ურთიერთობები, სკანდალის ელფერი არ მისცა მას, უბრალოდ მისცა საშუალება საფრანგეთის სპეცსამსახურებს გაეწვია თავისი თანამშრომლები. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად მოწოდების სიმაღლეზეა. ამის დასტურია ის კონკრეტული ქმედებები, რომლის შედეგადაც ბოლო დროს ქვეყანაში არაერთი ჯაშუში გამოავლინეს და დააკავეს. მადლობა ნუცა, პირდაპირ ეთერში ნუცა კოროშინაძე საუბრობდა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკამენტით უზრუნველყოფის საკითხზე სამუშაო ჯგუფი იქმნება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებითა და მშობლებით დაკომპლექტდება. კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შეთავაზებული პირობების გათვალისწინებით მოხდება. მთავრობის მეთაურთან გამართულ შეხვედრას და მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები. მე დეტალს საულმე გობროინძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. საულმე, გისმენთ. მთავრობის მეთაურსა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შორის გამართული რიგით მეორე შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდა. გადაწყვეტილება მიღებულია პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო და მშობლები ერთობლივად შეჯერდნენ კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომელთა შესყიდვაზეც მუშაობა დაიწყება. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულები იქნებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მშობლები. დაიწყება სამუშაო პროცესი და მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილების მთავარი და ერთადერთი მოტივი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვა. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხს. ამ შეხვედრაზე შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც დაიწყება უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა. კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ რომ დავკონკრეტდეთ, შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, მშობლების სრულ წრეს ექნება სათანადო ინფორმაცია. მე მინდა მადლობა გადავხადო შეხვედრაში მონაწილე თითოეულ მშობელს, ისე როგორც ზოგადად ყველა მშობელს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. მადლობა მინდა გადავხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის და ჩვენ გამოთქვათ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის საუკეთესო საფუძველს ბავშვების ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის. გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა. ყველა სიახლის შესახებ და მიმდინარეობის შესახებ უპირველესად ინფორმირებული იქნებიან მშობლები. პრემიერის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანს უწოდებენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები. მშობლების თქმით, სახელმწიფოს მიდგომამ ნათლად წარმოაჩინა, რომ ხელისუფლებისა და მშობელთა ინტერესები ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სრულ თანხმედრაშია. მათივე თქმით, ყოველდღიური აქციები დასრულებულია და მშობლები მადლობის მარშს ჩაატარებენ. სტატუსი არ ქონდათ ბავშვებთან მიენიჭათ სტატუსი, ბუნებრივი აქვთ სოციალური პაკეტი და ფიზიოთერაპიებზე სარგებლობენ უფასოდ. მეორე და დიდი გამარჯვება იყო ის, რომ შეიქმნა მულტიდისციპლინარული გუნდი და დღეს ყველა სპეციალისტი იკვლევს ერთ ბავშვს, ეს ძალიან დიდი გამარჯვება იყო და მესამე უმთავრესი, რაც დღეს გადაწყდა მედიკამენტებთან მიმართებაში, ეს იყო უდიდესი გამარჯვება. ძალიან ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის განვითარებულ სახელმწიფოში ეს სრულყოფილად, რაც მე ჩამოთვალე, სტატუსი, მულტიდისციპლინარული გუნდი და ასევე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა უახლოეს პერიოდში ეს არ არის მარტივი არც განვითარებულ ქვეყნებში. ამიტომ უღრმესი მადლობა პირველ რიგში ბატონ პრემიერს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ჩაერთო ამ პროცესში. დღეიდანვე იწყება მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან და ცოტა სიფრთხილე გვმართებს, რომ პროცესი არ დაზიანდეს და ამ შესაბამისად ჩვენი აქციების დღეს დასრულდება. რაც შეეხება თერაპიებთან დაკავშირებით, ესე იგი თქვენ უკვე იცით, რომ შექმნილია ეს მულტიდისციპლინარული გუნდი, იცით, რომ გამოკვლევები არის
არის უფასო. კლინიკურ კვლევებს ამაზედაც შევთანხმდით, რომ რამდენიმე მედიკამენტი, რომელზედაც ახლა კვლევა წარმოებს, ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღო და ჩართული იყვნენ ამ კლინიკურ კვლევებში, რომლებიც იქნება უფასო. ყოველდღიური აქციები დასრულდება, აქ ყოველდღიური აქცია აღარ გვექნება. მაგრამ რაც შეეხება კვირას დაგეგმილ დიუშენის მარშს, ჩვენ ამას მაინც ჩავატარებთ, ოღონდ ეს იქნება მადლობის მარში. საქართველოს მთავრობის მეთაურსა და დიუშენის სინდრომის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შორის პირველი შეხვედრა გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლო 2 დღეში გამართული 2 შეხვედრის შედეგად კი უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვაზე მუშაობას დღეიდან დაიწყებს. მადლობა სალომე, პირდაპირ ეთერში სალომე გობრონიძე საუბრობდა. ორმხრივი მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის და მორგი პოზიტიური სიგნალი შტატებიდან. საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორული ურთიერთობების აღდგენის მზაობა ოფიციალურმა ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამერიკული მხარე, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით დაინტერესებულია, ეს მკაფიოდ ითქვა ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ორ ქვეყანას შორის არსებულ ღირებულებით თანხვედრაზე გააკეთა. კრისტოფერ ლანდაუმ აღნიშნულ პროცესში დაადასტურა დონალდ ტრამპის როლიც, რომელმაც მისივე თქმით ადმინისტრაციას სხვადასხვა ქვეყნებთან წლების განმავლობაში გაყინული ურთიერთობების გადახედვის უფლება მისცა. ამასთან ხაზგასმით განაცხადა ისიც, რომ საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მის დასწრებას სიმბოლური დატვირთვა აქვს და გამოხატავს მზაობას ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ნინო საულქვაძე გიამბობთ. ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივები და პოზიტიური სიგნალები შტატებიდან ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. კრისტოფერ ლანდაუმ ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზადყოფნას გამოხატავს. მისივე განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სხვადასხვა ქვეყნებთან წლების განმავლობაში გაცემული ურთიერთობების გადახედვის შესაძლებლობა შექმნა, რასაც ლანდაუს თქმით საქართველოს ამერიკის ურთიერთობებშიც მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს. სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი. იმ ყველა დამაკავშირებელი საკითხის გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს. გულწრფელად გეტყვით ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ვესწრები, ეს ფაქტობრივად უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის დავათმოთ ურთიერთობები. ვაფასებთ თქვენ გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით. მე კი აქ ვარ, რათა გამოგართვათ სალამი და ჩამოგართვათ ხელი. ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა. ამრიგად, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ძალიან დაინტერესებულები ვართ თქვენი ქვეყნით. ვფიქრობ, ამ ფაქტის ინდიკაცია მოვახდინეთ. შესაბამისად, მოდით ერთობლივად დავაშენოთ ამ გააქტიურებულ დინამიკას მონუმენტს, რომელსაც უკვე მივაღწიეთ. შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის გზავნილები ოფიციალური თბილისისთვის პოზიტიური დინამიკის დაწყების საფუძველს ქმნის. პრემიერ-მინისტრის თქმით, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის აუცილებელია ურთიერთპატივისცემასა და თანასწორ პარტნიორობაზე დაფუძნებული მიდგომა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი წინაპირობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემაა. ჩვენ ვსაუბრობთ პრინციპის დონეზე რო გითხრათ ერთ-ერთ რამესზე, რომ მიდგომები უნდა იყოს კაფეოდ ჩამოყალიბებული და ეს მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. აქედან გამომდინარე ოპტიმიზმით უყურებთ ყველა გზავნილს, რასაც ვისმენთ. ახლანდელ ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ის არასწორი გადაწყვეტილებები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით იყო მიღებული. ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ყველაზე მთავარი რა არის, იცი, რომ ეს ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული სამართლიანობაზე. ჩვენთვის ვფიქრობთ, ეს არის ძალიან პრინციპული და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ურთიერთობები იყოს სამართლიანი. მართველი პარტიის წევრების განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს პრაგმატულ თანამშრომლობას, პოლიტიკური ზეწოლისა და ურმაგი სტანდარტების გარეშე. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი კონკრეტულ საერთო ინტერესებზე, უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე და რეგიონულ სტაბილურობაზე იყოს ორიენტირებული.
ჩვენ პოზიციაზე ვდგავართ, ჩვენი პოზიცია ცალსახარის ყველასათვის, სამწუხაროდ არსებობს კვლავ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული იქნა წინა ადმინისტრაციის დროს და ეს გადაწყვეტილებები არ შეცვლილა. ამავდროულად არის გამოხატული პოლიტიკურ დონეზე თანხმედრა ღირებულებებს შორის. ჩვენ მზად ვართ ამ ურთიერთობისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ემყარებოდეს კონკრეტულ გზამკვლევს, კონკრეტულ პრინციპებს. კრისტოფერ ლანდაუს განცხადებები, რომ ამერიკული მხარე ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებით არის დაინტერესებული ოფიციალურ თბილისში პოზიტიურ სიგნალად აღიქმება. ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად გადაიზრდება ეს პოლიტიკური გზავნილები კონკრეტულ ნაბიჯებსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის რეალურ გაღრმავებაში. საქართველოს ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივებზე ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოცვლისას მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართულმა მხარემ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. ვაშინგტონიდან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გზავნილები ოფიციალურ თბილისს პოზიტიურ მოლოდინს უჩენს, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში დაზიანებული ურთიერთობები პარტნიორობის ტრადიციულ ფორმატს დაუბრუნდება. დეტალებით ნუცა კოროშინაძე. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან. ოფიციალურ ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვა კონკრეტული გზამკვლევით და სამართლიანი დამოკიდებულებით ეს საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა, თუმცა სუვერენული ქვეყნის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების სტაბილიზაცია ობიექტური მიდგომებით მოხდეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ის რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში უსამართლო გადაწყვეტილებებით, ზეწოლითა და შანტაჟის მცდელობებით დაზიანდა, მხოლოდ სამართლიანი დამოკიდებულებებით შეიძლება გამოსწორდეს. თავარია, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში, რამაც გააფუჭა ურთიერთობები გასული წლების განმავლობაში, ეს სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რას აკეთებდა წინა ადმინისტრაცია, როგორ უჭერდა მხარს რადიკალის სიძულვილს, სიცრუეს ჩვენს ქვეყანაში, როგორ ახალისებდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟს, მათ შორის როგორ უბიძგებდა რადიკალურ ოპოზიციას არესარგებლად მანდატებით, ეს მოხდა როგორც 2020 წელს, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დღეს ხედავთ, რომ ეს მიდგომები არის შეცვლილი, რაც ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება ამერიკულ მხარეს. საქართველოს არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმე და გამოსწორება მოთხოვოს. საქართველოს არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო. და ეს კაფეო დაუფიქსირეთ აბსოლუტურად ყველგან. საქართველოს არის ღირსეული სახელმწიფო, საქართველოს სწორედ ღირსებას იცავდა წინა ადმინისტრაციის მიმართ და ღირსების დაცვა უწევდა სწორედ, როდესაც პირდაპირ უმძიმეს რამეს ეთხოვდნენ ჩვენგან. ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობების გაუარესება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ბალანსზეა, ამას ადასტურებს ამერიკის სახელმწიფო მდივანიც. მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ახლა ურთიერთობების გადატვირთვისა და აღდგენის რეალური სივრცე არსებობს. სახელმწიფო მდივანმა ჯო ვილსონის კითხვას, რომელიც არაერთ დეზინფორმაციულ შეფასებას შეიცავდა, დიპლომატიური პასუხი გასცა. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ავტორს განუცხადა, რომ ურთიერთობების გადატვირთვისათვის გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება ოპოზიციაში კვლავ სპეკულაციებისათვის გამოიყენეს. სააკაშვილის პარტია მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი თბილისთან ურთიერთობების სრულფასოვანი გადატვირთვისათვის მზად მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ საქართველოს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროინდელ კურსს დაუბრუნდება. მზაობა ნიშნავს ერთადერთ რაღაცას. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იქნება მზად ურთიერთობები გადატვირთოს საქართველოსთან. მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაუბრუნდება იმ ტრაექტორიას, რა ტრაექტორიაზეც ის იყო 2012 წელს. ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე გაჟღერებული გზავნილების სახელისუფლებო გუნდს პოზიტიურ მოლოდინს უჩენს, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში დაზიანებული ურთიერთობები პარტნიორობის ტრადიციულ ფორმატს დაუბრუნდება, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანასწორ პარტნიორობაზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან შესაბამისი გზამკვლევით, არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას. რადგან სამართლიანობაზე საუბრობთ, ამერიკის შეერთებულ შტატებმა უნდა აღადგინოს სამართლიანობა, გამოასწოროს ის
გადაწყვეტილებები, რომელიც სამწუხაროდ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო. იმედი გვაქვს, რომ ის ტრაექტორია, რომელიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელიც ზემოდამყურებით და ამავდროულად გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე სისტემურად და სისტემატიურად არღვევდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სხლობით ნაშენებ ურთიერთობებს, ეს ყველაფერი შეიცვლება. ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პრინციპებიდან ამოვდივართ ყოველთვის და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის პრინციპზე და სამართლიანობის პრინციპი უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა ქართული ოცნების ხელისუფლებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ორი სახელმწიფოს ღირებულებითი ხედვები სრულ თანხმდრაშია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ოპოზიციის მიმართ კრიტიკული შინაარსის გზავნილის შემდეგ ოპოზიციური დაპირისპირება გამწვავდა. პარტია ლელო აღიარა, რომ შტატებისგან მიღებული შენიშვნა სამართლიანი ბოიკოტი კი შეცდომა იყო. ლელოს აღიარებამ გააბრაზა ეგრეთ წოდებული ალიანსის წევრები, რომლებიც შტატების ოფიციალური განცხადების მიუხედავად და მათი პოლიტიკის ღია კრიტიკის მიუხედავად რეალობის იგნორირებას ცდილობენ. მმართველი გუნდი კი გარე დავალებებით მართული ოპოზიციის დღის წესრიგზე მიუთითებს, რომელიც იმის შესაბამისად იცვლება თუ რა ახალ დავალებებს მიიღებენ უცხოეთიდან. სასველისაშვილი გიამბობთ. არჩევნებში დამარცხებულ პარტიათა გაერთიანების შიგნით კვლავ განხეთქილება. ფედერალისტების ლიდერები ბოკარია ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს მორიგ ჯერზე უპირისპირდებიან და ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის ლიდერს არასტაბილურობა სურს მის პარტიაში წინსვლისთვის კი აუცილებელი სააკაშვილის მორჩილებაა. ნაცმოძრაობაში ლიდერს იცავენ და ამბობენ, რომ ფედერალისტების პოზიციები არ აინტერესებთ. სააკაშვილი, რომელიც თავის დროზე სულ ამ დროშას იქნება ერთიანობისა. ოღონდ არაზუსტად. აი როგორც კი შეიქმნა დღე არ გამოუტოვებია ლამის რო არ დასმოდა თავს იმ წესების დარღვევით, რაც თვითონ დათანხმდა და გამოაცხადა, რომ წესები ჩემს არ არსებობს. წლების განმავლობაში ის არასტაბილურობით იყო დაინტერესებული საკუთარ პარტიაშიც და მთლიანად ოპოზიციაშიც, რომ მისი ადგილის ჩამნაცვლებელი არ გამოჩენილიყო. ავთენტური არ იყო პოლიტიკა, იმიტომ რომ ჩვენ ოპოზიციურ ველზე ავტოკრატია გვჭამდა, ხო? ქართველმა ხალხმა ჩარეცხა მაგ ტიპის პოლიტიკა. ნაციონალურ მოძრაობაში ადამიანი რომ დაწიანაურდეს, ყველაფერზე უნდა უქნიოს მიშას თავი. მიშას წინააღმდეგ თუ წავიდა, ის წინ ვერ წავა. მათთვის უმეტესობა რასაც ხალბატონი შემოგვიშვილი, მithumetes ნაცმოძრაობასთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებულ ალიანსში არსებულ ვითარებას მწვავე დაფასებს გირჩი. პარტიაში განმარტავენ, რომ გაერთიანება რეალურად ნაცმოძრაობის ყოფილი და მოქმედი წევრებითაა დაკომპლექტებული, მათი ფაქტობრივი ლიდერი კი სწორედ სააკაშვილია. ეს ალიანსი მიხეილ სააკაშვილის არის ყოფილი მონების და ლილიპუტების გაერთიანება და როცა მოუნდება მას შეიძლება ჩაძიროს ეს ხალხი. არ ვიცი რა ბედიელის ამ ალიანსს, მაგრამ ახლა ასეთი უცნაური გაერთიანება რომ შინ კონფლიქტები იქნება, ისედაც გასაგებია. ბოლოს და ბოლოს ამ ხალხს ერთმანეთზე ისეთი აქვს ნათქვამი, რომ საერთოდ ერთ ოთახში როგორ არის ხოლმე ისიც კი მიკვირს, მაგრამ არც განსაკუთრებული იდეა გაეშნიათ, არც რაიმე მიზანი გარდა იმისა, რომ ისევ მიხეილ სააკაშვილის ხარჯზე იარსება პოლიტიკაში. დაპირისპირება ოპოზიციას შორის გამძაფრდა მას შემდეგაც, რაც შტატების ადმინისტრაციის პოზიცია გაჟღერდა, სადაც არჩევნებში დამარცხებული პარტიების მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტი მწვავედ გაკრიტიკებულია. ლელოში ამტკიცებენ, რომ ბოიკოტის გადაწყვეტილება თავიდანვე განწირული იყო. ლელოს აღიარებამ კი ეგრეთ წოდებული ალიანსის წევრები, რომლებიც შტატების ოფიციალური განცხადების მიუხედავად რეალობის იგნორირებას ცდილობენ, გააბრაზა. ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფიქსირებული პოზიციის შეფასებასთან დაკავშირებით. ძალიან ღიად ვიტყვი, უვიცი და არაპროფესიონალური შეფასებები. წერია პირდაპირ შავით თეთრზე, რომ ამერიკული მხარის მოსაზრება არის, როდესაც მან ესაუბრა ოპოზიციას და აფიქსირა პოზიცია, რომ ქართული ხალხის და ამომრჩევლების ინტერესები მათ უნდა დაიცვან მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით. არანაირ კონტექსტში საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არსად მსოფლიოში არ მოუტანია. პირველ რიგში იმათთვის, ვინც ინგლისური იცის ჩემზე უკეთ. გრიგოლმა, როგორც მისი სტატუსიდან ჩანს, იცის და გაერკვევა იმედია. თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ. შემთხვევით მარტო ლელო რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული ზომიერი პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია. ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი არასოდეს არ უხელმძღვანელია რაღაცა პირადი ინტერესებით.
ხელისუფლების ოპონენტებს შორის არსებულ დაპირისპირებებს და მათ შედეგებს ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტებიც ვეღარ მალავენ. ილიანის ლექტორი გიგი თევზაძე განმარტავს, რომ ოპოზიციის ქმედებები შტატების ადმინისტრაციას მათ მიმართ უნდობლობას უღვივებს. ამის პარალელურად კი ამერიკის ხელისუფლებისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. სახდები არენდობა აი ამ ერთ გაერთიანებას, რომელიც დღეს არსებობს. ეს ამას ნიშნავს, ეს არაფერს არ ნიშნავს რა. ანუ ეს ვითარება. მეორე ის არის, რომ ესე რასაც აი ჩვენთან მე და ანდრეი ხანია ვამბობ ფაქტად და ვამბობდი სულ, რომ ეს არის, რომ ეს არის რა თქმა უნდა ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში საქართველოს იმასთან ხელისუფლებასთან ურთიერთობა. ოპოზიცია მიმდენად ვერ გააგებინა, ესე იგი, ამერიკის შეერთებულ შტატებს და საღდებს, რომ რა უნდა. ფაქტორად ეს ამას ნიშნავდა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. არაფერი მათთვის სახარბიელო, იმიტომ რომ რა ვიცი, რეგიონებში არ დადიან, მის დადის იმათ რეიტინგი არ აქვს. ჭუბობენ, ესე იგი, ერთმანეთის წინააღმდეგ რაღაც წერილებს უყურებენ ერთმანეთს. ოპოზიციის ურთიერთ ბრალდებებს ბოიკოტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ლელო სხვა პარტიებთან ერთად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისა და საბოტაჟის ერთ-ერთი მონაწილეა. შესაბამისად, უცხოური დირექტივების შემსრულებელი ძალების მხრიდან საუბარი თითქოს პოლიტიკური პროცესების ბოიკოტის სწორი არ იყო, მათ დანაშაულს არ ამსუბუქებს. ლელოც იყო საბოტაჟის ერთ-ერთი მონაწილე, ასე დაავალეს, მათ შორის ყოფილი ადმინისტრაციიდან და ასე იმოქმედეს, ხო? თვითონ თქვენს უარი მანდატებზე. აქედან გამომდინარე, ახლა ლელოს ხას რო ესაუბრება, აბსოლუტურად ალოგიკურია. თვითონ იყვნენ ამ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილეები, თვითონაც თქვენს უარი 2024 წელს და მანამდე 2020 წელს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე შესაბამისად ლელოც არის ამ დანაშაულის თანამონაწილე. ხო, რაც უთხრეს, რაც დაუკვეთეს უცხოურ აგენტურას ის შეასრულეს. ეხლა ახალ ადმინისტრაციას აქვს განსხვავებული მიდგომა, შესაბამისად მათ გადაწყვიტეს ლელოს ნაწილმა გადაწყვიტა განსხვავებული მესიჯებით ისაუბროს, თუმცა ეს მათ დანაშაულს რა თქმა უნდა ვერ გაასუფთავებს, ხო? მათ ჩაიდინეს რეალურად პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდას რა თქმა უნდა ასე მარტივად ვერ მოიშორებს ლელო, რომელიც იყო ამ პოლიტიკური დანაშაულის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილე, ხო? რაც შეეხება მანდატების გამოყენებას, ჩვენ ნახოთ 2028 წელს რა მოხდება, რომელი პარტიები მიაღწევენ 2028 წლის არჩევნებამდე, ეს საქმის სასამართლოზეც არის დამოკიდებული და შემდეგ ნახოთ არჩევნებამდე მიაღწეული პარტიები და ვინ სარგებლობს და ვინ არის სარგებლობს მანდატებს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გარედან მართული ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ინტერესებით მოქმედების ნაცვლად გარე დირექტივებზე არიან დამოკიდებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ველი გაჯანსაღდეს და პოლიტიკა კოლექტიური ნაცმოძრაობისგან გაიწმინდოს. ისინი მთლიანად იმართებიან გარედან და რა მითითებებიც იქნება თუ ვიღაცა კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელი ან პოლიტიკოსი რაიმე მესიჯს გააჟღერებს, ყოველთვის ცდილობენ რომ იმას მოერგონ და არა ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედონ. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებები, რა ინტერესებით მოქმედებენ, ვინ მართავს, საიდან იმართება. ლოგიკურია ერთი მხრივ განცხადებებს აკეთებენ ერთიანობაზე, იმიტომ რომ ეს მათი პატრონის დავალება და მეორე მხრივ ერთმანეთის ჭამჭირდნენ დაკავებულები. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით ახალ სერიას და რაც უფრო მეტი სერია დაჯმასთან დაკავშირებით გავრცელდება, მით უფრო კარგი არის ჩვენთვის ამ სანახაობას უყურებთ შორიდან. რაც თავარია რომ ასეთი ქვეყნის მოღალატეების გაერთიანება და ამ ძალთა შეკრება ეგრეთ წოდებული პარტიების სახით მნიშვნელოვანია რომ დასრულდეს. ოპოზიციის კიდევ ერთი სტრატეგია, რამაც არ იმუშავა, რადიკალიზმია. 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციებისას დაკავებულების ნაწილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა. ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ დანაშაულს ინანიებს. მდგრადი განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა და გლობალური გამოწვევები. თბილისი მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. 2 დღის განმავლობაში მონაწილეები ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით, ტექნოლოგიურ და გეოპოლიტიკურ პროცესებზე მსჯელობენ. ფორუმის ფარგლებში იმართება მაღალი დონის პანელური სესიები და თემატური დისკუსიები, სადაც მთავარი აქცენტი მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელობაზე კეთდება. უცხოელი ანალიტიკოსები, პროფესორები, ეკონომისტები საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 50-მდე წარმომადგენელს აერთიანებს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დედაქალაქის მერმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. რა გზავნილები გაჟღერდა მასშტაბურ ღონისძიებაზე, დეტალებს თეკლა ბესტავაშვილი გიამბობთ.
რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება უკვე მე-14 წელია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და დადებით როლს ასრულებს რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებაშიც. მზარდის საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, როდესაც ზესახელმწიფოები მცირე ქვეყნებს ხშირად მხარის არჩევისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა დიპლომატიის ეფექტიან გამოყენებას, მშვიდობის პოლიტიკის გატარებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას ენიჭება. ეს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე თქვა. ლოგიკური და კანონზომიერია, რომ ფორუმის დღის წესრიგი ყველაზე რთულ და აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს. მსგავსი თემების განხილვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის გზების საძიებლად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ჩვენ სტრატეგიულ მიზნებთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფორუმის თემატური პანელებიც, რომლებიც სუვერენიტეტის გამტკიცებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ენერგოდამოკიდებულობაში დიდი ჰესების როლს, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ინოვაციების დანერგვასა და მდგრად ურბანულ რეფორმებს ეთმობა. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაცია კიდევ უფრო დაჩქარდა და საქართველოს უმწვავესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ 5-ჯერ აღკვეთა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების გარედან ორგანიზებული მცდელობა. უპრეცედენტო შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად ჩვენ არათუ მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ მდგრადი ეკონომიკური ზრდაც უზრუნველყავით. ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველყოფაა. სწორედ ამ პრინციპით ვაფასებთ საერთაშორისო პროცესებს და სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს ქვეყნებთან. ეროვნული ინტერესების ერთგულება და საერთაშორისო ძალთა განაწილების გათვალისწინება სახელმწიფოს მთავარი ორიენტირი უნდა იყოს. მშვიდობის გარეშე ქვეყნის მდგრადი განვითარება შეუძლებელია. სწორედ ამ კონტექსტის შემდეგ ყურადღება მდგრადი განვითარების პრაქტიკულ მიმართულებებზე გამახვილდა. დედაქალაქის მერის განცხადებით, ფორუმის მთავარი თემა მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფასა და გარემოს დაცვას. კახა კალაძის თქმით, მდგრადი განვითარება კონკრეტულ შედეგებს ნიშნავს, რაც უკეთესი ცხოვრების ხარისხს, ახალ სამუშაო ადგილებსა და ინვესტიციების ზრდას ნიშნავს. განვითარებული ქალაქები, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილები. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებაზე ზრუნვას ეფუძნება. მოხარული ვარ, რომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისს, როგორც რეგიონალური თანამშრომლობისა და დიალოგის ცენტრს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას. თბილისი როგორც რეგიონალური მნიშვნელობის სწრაფად გამზარდი ქალაქი დგას არაერთი გამოწვევისა და შესაძლებლობის წინაშე. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი მიმართულებები, როგორიც არის მდგრადი ურბანული განვითარება, სატრანსპორტო რეფორმა, მწვანე პოლიტიკა, განათლება, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისები. ბოლო წლებში ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის შედეგად საქართველოში სიღარიბე პირველად შემცირდა ერთნიშნა მაჩვენებლამდე გასულ წელს 9.4%-მდე, ხოლო ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა და 7.1%-მდე ჩამოვიდა, რაც განსხვავებული იყო და არ მიმდინარეობდა ანალოგიური ტენდენციები, მაგალითად, თუნდაც იგივე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისამდე არსებული ბუმის დროს. გლობალური გეოპოლიტიკური ვითარება დღეს ორი მსხვილი კონფლიქტის ფონზე ვითარდება, რაც საქართველოსაც პირდაპირ აისახება. როგორც ფორუმზე აღინიშნა, ორ კონფლიქტურ სივრცეს შორის მოქცევა საქართველოსთვის დამატებით გამოწვევებს ქმნის. ამ პირობებში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის სტაბილურობას ენიჭება. საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა არის ორ კონფლიქტ შორის მოქცეული. საქართველოს დიდწილადაა დამოკიდებული ჯანსაღი საერთაშორისო ეკონომიკის არსებობაზე, იმიტომ რომ საერთაშორისო ეკონომიკური
პოლიტიკური მდგომარეობა აძლევს საქართველოს აყვავების საშუალებას. სამხრეთ კავკასიის მსგავსი რეგიონების პატარა ქვეყნებს, რომლებიც რამდენიმე რეგიონულ ძალას შორის მდებარეობენ, ჩემი აზრით უნდა ჰქონდეთ ავტონომია, უსაფრთხოება და ნეიტრალიტეტი. მოკლედ, ასეთია ჩემი შეხედულება ამ საკითხზე. გამეძალიან მაწუხებს ევროპის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში. ევროპაში გულისხმობ ევროკავშირს. ვფიქრობ, ეს სრულიად შეუსაბამოა. ევროკავშირი თამაშობს უკიდურესად საშიშ თამაშს, რომელიც მისი მისიის ფარგლებს მნიშვნელოვნად ცდება. სამხრეთ კავკასია ნებისმიერ შემთხვევაში გეოგრაფიულად აზიის ნაწილია და არა ევროპის. დიდი კავკასიონის ქედის სამხრეთით მდებარეობს. ჩვენ არ უნდა ვთამაშობდეთ გეოპოლიტიკურ თამაშებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული კეთილდღეობაზე, მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ. თავისუფალი ბიზნეს გარემო და დასაქმებულთა გაზრდილი მაჩვენებელი მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას კონკრეტული შედეგები აქვს. 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 62 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდში ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. დადებითი დინამიკის ფონზე გაზრდილია სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა და საშუალო თვიური ხელფასი. დეტალებით ნანუკა წითელაშვილი. საქართველოში ბიზნეს სექტორის ზრდა ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2026 წლის პირველი კვარტალი ქართული ბიზნესისთვის აღმავლობის პერიოდი აღმოჩნდა. კომპანიების ბრუნვამ 62 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. გაიზარდა წარმოება, დასაქმება და ხელფასები. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა სხვადასხვა სექტორში ერთდროულად ძლიერდება. ვაჭრობიდან და მშენებლობიდან დაწყებული წარმოებითა და ტექნოლოგიების სფეროთი დასრულებული. თითქმის 800,000 დასაქმებული გაზრდილი ხელფასები და ბიზნესის გაფართოებული საქმიანობა მიუთითებს, რომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში იზრდება და ეს ცვლილება სხვადასხვა სფეროში უკვე თვალსაჩინოა. ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8.3% და რა თქმა უნდა ბიზნეს სექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდაც არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება. ხო, ჩვენ თავარია შევინარჩუნოთ ზრდის ეს ტემპი, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ თანდათანობით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში განმარტავენ, რომ სწორი პოლიტიკის შედეგების სახეზე ამას ადასტურებს ოფიციალური მონაცემებიც. ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევარ ადამიანთა რაოდენობა, ხოლო დასაქმებულთა ოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. აღსანიშნავია ის მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, რაც საბოლოო ჯამში ბიზნეს აქტივობის, ახალი ინვესტიციების განხორციელების და ზოგადად ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები, რაც პირველ კვარტალში ფიქსირდება ბიზნეს აქტივობის ზრდის მიმართულებით, გაგრძელდება მომდევნო კვარტალებში. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა არის გაზრდილი პირველ კვარტალში, თითქმის 800,000 ადამიანია დასაქმებულთა რაოდენობა და გაზრდილია ხელფასი, საშუალო ხელფასი 2326 ლარამდე და 166 ლარით მაღალია, ვიდრე შარშან პირველ კვარტალში ეს იყო. აღმავალ ტენდენციებზე საუბრობს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ქვეყანაში ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. მათ შორის დადებით გავლენას ახდენს ის მხარდამჭერი პროგრამები, რითიც მთავრობა სექტორს ეხმარება. აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ არის მთავარი ინვესტორი, რაც კარგია. მთავარი ინვესტორი არის კერძო სექტორი, ბიზნესი, მათი ბრუნვის ზრდა იწვევს სწორედაც ეკონომიკურ ზრდას. რატო იზრდება კომპანიების ბრუნვა? იმიტომ რომ ერთის მხრივ არის საკმაოდ მაღალი პოზიტიური მოლოდინები. დარგის ექსპერტები განმარტავენ, რომ გაზრდილი ბრუნვა, დასაქმება და ანაზღაურება ეკონომიკის გააქტიურების ერთგვარი ინდიკატორია. მათი შეფასებით ბიზნესი გაფართოებას აგრძელებს, რაც საბოლოოდ შრომის ბაზარსა და ეკონომიკურ აქტივობაზეც აისახება. ეს დამსახურება პირველ რიგში ჩემი გადმოსახედიდან სტაბილურობის, რომელიც ქვეყანაში არსებობს, იმ ნდობის და ბიზნეს გარემოსი, რომელსაც ინვესტორები როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივები ხედავენ და აფასებენ. საქართველოს თანმიმდევრულ განვითარებას განაგრძობს. ამას ადასტურებს გავლენიანი საფინანსო ორგანიზაციის ოფიციალური მაჩვენებლებიც. მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა აღმავალ ტრენდს ინარჩუნებს.
ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 6 სხვადასხვა ლოკაციაზე კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები აღმოაჩინეს. ამოღებულია 158 ეგრეთ წოდებული მაინერი, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ არალეგალური შემოსავლების მიღებას. აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით. უკანონო კრიპტომაინინგის პრევენციის მიზნით მთავრობა მესტიის მუნიციპალიტეტში გამრეცხველიანების გადაწყვეტილება მიიღო. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნეს საქმიანობის აღკვეთის მიზნით სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 158 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. სპეციალური მოწყობილობები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით მათი გამოყენებით დიდი ოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება და კრიპტოვალუტის გენერირება ხდებოდა. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ადგილობრივები დიდი ოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებით მედიასთან დღეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით არსებული ვითარება დამატებით ფინანსურ ტვირთს ქმნის როგორც ენერგოსექტორისთვის, ისეთი თვეული მოქალაქისთვის, რის გამოც საჭიროა პროცესის გაგრძელება და სისტემის სრულად მოწესრიგება. 133 მილიონი კილოვატ-საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნავ მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს, ანუ 10%-ს არ აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება, დაახლოებით 20 მილიონის, უხეშად 20 მილიონზე მეტის ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება ხდება მაინინგის მიზნით. გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე საუბრობენ ენერგოსექტორის წარმომადგენლები. მათი თქმით, უკანონო კრიპტომაინინგის აღკვეთა დადებით გავლენას როგორც ელექტროენერგიის მოხმარების რაოდენობაზე, ისე დანახარჯებსა და გადასახადებზე მოახდენს. ღონისძიებები, რომელიც არის დაწყებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოსახლეობა და წესიერი გადამხდელები არ დაიჩაგრონ. ეს საშუალებას მოგცემს იმას, რომ ეტაპობრივად ელექტროენერგიის მოხმარება დაუბრუნდეს საშუალოდ ნორმალურ მაჩვენებელს და ის ქსელის და ქვესადგურების გადატვირთვა, რაც არის, ეს გადატვირთვა ეტაპობრივად მოიხსნას. მართველი გუნდის განცხადებით ნებისმიერი უკანონო საქმიანობა შესაბამის პასუხისმგებლობას უნდა დაექვემდებაროს. ამასთან აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ელექტროენერგიით სარგებლობის არსებული შეღავათები მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ გარკვეული პირების მიერ ეს სიკეთე უკანონო საქმიანობაში არის გამოყენებული. ის სიკეთე, რომელიც მთიანი რეგიონების მოსახლეობას აქვს, რომ მაგალითად უფასოდ მიიღონ დენი ელექტროენერგია, სამწუხაროდ ხედავთ, რომ ის გამოყენებული არის გარკვეული პირების უკანონო საქმიანობაში, რასთან დაკავშირებითაც დღეს ჩატარდა საგამოძიებო ქმედებები. გონიურ ზღვარს იქით, როდესაც ჩვენ უკვე ამას იყენებ ძალიან ბოროტად და იყენებ იმისთვის, რომ შენი პირადი ბიზნეს გეგმები განახორციელო, ისიც კანონსაწინააღმდეგო და ისიც შეფარულად და გადასახადებიც არ გადაიხადო, ეს არის წარმოუდგენელი. გამრეცხველიანების მიუხედავად ელექტროენერგია სვანეთში მცხოვრებ აბონენტთათვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში კვლავ უფასო რჩება. აღნიშნული რაოდენობის ზემოთ კი ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი დაწესდება. შესყიდვებთან დაკავშირებული გამჭვირვალობა და კორუფციული გარიგებების გამორიცხვა საქართველოში ახალმა ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ მუშაობა დაიწყო, უწყება პასუხისმგებელი იქნება კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასა და მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებაზე. ბაზრის კვლევის საფუძველზე შეფასდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლები, ღირებულება, მიწოდების პირობები და კონკურენტული გარემო. კონსოლიდირებული შესყიდვებისთვის განსაზღვრულია საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, შესაბამისი წესები, ოპერირების პირობები და ბაზრის კვლევის პროცედურები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. მარიამ რატიანი გიამბობთ. აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება ყველა პროცედურა, მას უზრუნველყოფს ახალი გაერთიანებული სამსახური.
ბაზრის კვლევა, კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება და მსხვილი შესყიდვების ორგანიზება. ასეთი იქნება ახალი ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დანიშნულება, რომელიც სახელმწიფო უწყებების ერთიან შენაძენებზე იქნება პასუხისმგებელი. სამსახურმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ახალი ორგანოს შექმნის მიზანი დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ უწყება პროცესების მეტად გამჭვირვალობის უზრუნველყოფით კორუფციული გარიგების რისკებს მაქსიმალურად გამორიცხავს. თვითონ პროცედურები ძალიან მნიშვნელოვნად მოწესრიგდა და ამას ემატება ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც განხორციელდა და შეიქმნება ერთიანი შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს. თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრვის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმასე, რომ შესყიდვებიდან იქნება გამორიცხული კორუფციული გარიგებები. უწყების კომპეტენციაში არსებული შესყიდვები კონკრეტული თანხით განისაზღვრება, გაციფრულდა ბაზრის კვლევის მოდულიც. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომელთა შესრულებაც საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიციაა. მაქსიმალურად დაიხვეწა შესყიდვების კანონმდებლობა, მათ შორის შესრულდა ევროკავშირის რეკომენდაციები და მათ შორის ერთ-ერთი არის ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანოს დაფუძნება. შესწავლები, რომელიც უთ განახორციელონ სამინისტროებმა, სიპებმა თუ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებმა, მათ შორის მუნიციპალიტეტებმა 500,000 ლარის ზევით შესწავლებს განახორციელებს აღნიშნული უწყება. მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოქმედა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, რომელმაც უკვე მრავალი ასეული მილიონი ლარის შესყიდვების აწევა მოახერხა და პროგრამულად არის აბსოლუტურად გამართული. ახალი ორგანო კონტროლის ფუნქციასაც შეითავსებს უწყების უფლებამოსილებები მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით განისაზღვრა. ცენტრალიზებული შესყიდვების წესის მიხედვით კონსოლიდირებულ შესარჩევ პროცესებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია უხელმძღვანელებს. როდესაც გააფორმებს ხელშეკრულებას ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, მას ასევე ექნება მონიტორინგის ფუნქცია და ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე ის აუცილებლად შეამოწმებს ხარისხობრივ კომპონენტებს. ორი კომპონენტი, რაზეც სახელმწიფოს ყოველთვის ექნება აქცენტი და ამაზე კომპრომისი ვერ იქნება, ეს გახლავთ ხარისხი და სამუშაოების ჩაბარების ვადები. ჩვენ აუცილებლად მოვითხოთ კონტრაქტორებისგან შესაბამის ხარისხს, რომელიც დავადგინეთ შესყიდვების გამოცხადებისთან და ასევე იმ ვადებს, რომლითაც შევთანხმდით ჩვენ ხელშეკრულების პირობებში. შესყიდვების პროცედურების დახვეწა, ეფექტიანობის გაზრდა, ახალი უწყება ბაზარზე კონკურენტული და სამართლიანი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით გადაიდგა ძალიან ბევრი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მიერ, მათ შორის ეს შეეხებოდა ახალი ფასების შემოტანას, ზედნადები ხარჯების ზრდას სხვადასხვა მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში მოგცემს ზოგადად შესყიდვების ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბების საშუალებას და ასევე კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის ეს ყველა ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიქმნა სამართლიანი გარემო, კონკურენტუნარიანი გარემო ბაზარზე. ახალი ორგანოს შექმნა მიზნად სახელმწიფო სახსრების რაციონალურ ხარჯვას, კორუფციული გარიგებების პრევენციას და კონკურენციის ხელშეწყობას ისახავს. პარლამენტის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, ხაზზე გაისვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ სტრატეგიულ ურთიერთობებს და განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები, როგორც სპიკერების, ასევე მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე. მხარეებმა ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო ვითარება განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაითმო საქართველოს მიერ სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გატარების საკითხებს. თურქეთის ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა დაადასტურა, მხარეები მჭიდრო ურთიერთობების სამომავლო განვითარებაზე შეთანხმდნენ. 300-ზე მეტი ვაკანსია, 2000-მდე სამუშაო ადგილი და 80 ადგილობრივი კომპანია ბათუმმა მასშტაბურ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ არსებული კვალიფიკაციის და სასურველი დასაქმების ხანგრძლივობის შესაბამისად სხვადასხვა სფეროებში სამუშაო ადგილების შეერჩიათ და დამსაქმებლებს პირადად გასაუბრებოდნენ. ღონისძიება დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით აჭარაში უკვე მე-6-ე ჩატარდა. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. მარიამ კურტანიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც ბათუმის დასაქმების ფორუმს დაესწრო და მისთვის სასურველი სამუშაო პოზიციის დასაკავებლად რეზიუმე დატოვა. აჭარამ დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ რეგიონის წამყვან კომპანიებს. პირისპირ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს და შრომის ბაზარზე საკუთარი ადგილი ეპოვათ. ფორუმის მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი შეთავაზებები სტუდენტებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
სტუდენტებს განსაკუთრებით ხელს შეუწყობს სხვადასხვა კომპანიების გაცნობაში და დასაქმებაში ხელს და მე პირადად დავტოვე რამდენიმე კომპანიაში CV. სტუდენტებს ახლა ძალიან სჭირდებათ გამოცდილების მიღება და დაგროვება, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ვაკანსიები შევავსე და ველოდები გამოხმაურებას. დასაქმების ფორუმში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგიდან 80-მდე კომპანიამ ღონისძიების სტუმრებს 300-ზე მეტი ვაკანსია და 2000-მდე სამუშაო ადგილი შესთავაზა. ვაკანსიები წარმოდგენილი იყო მომსახურების, სავაჭრო, სარესტორნო, სასტუმრო, დისტრიბუციის, სამრეწველო, სატრანსპორტო, საზღვაო, სამშენებლო, საფინანსო, ფარმაციისა და განათლების სფეროებიდან. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს სამა სექტორმა. ეს არის ბიზნეს სექტორი, ეს არის საჯარო სექტორი და საგანმანათლებლო სექტორი. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა უამრავი ტრენინგი, საჯარო ლექციები, დაინტერესებაც საკმაოდ მაღალი იყო. აქტიურად ვიღებთ ყოველ წელს მონაწილეობას. წელს განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა ღია ცის ქვეშ. საკმაოდ ბევრი დაინტერესებული იყო. მოხარულები ვართ, რომ შევძელი ძალიან ბევრი ახალგაზრდის მოზიდვა, დაინტერესება ჩვენი სტაჟირების პროგრამით, ასევე დასაქმების პროგრამით. და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული აქტივობები კვლავ გაგრძელდება. აჭარის დასაქმების ფორუმი, დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უკვე მე-6-ე ტარდება და ტრადიციულად საზღვაო სეზონის გახსნამდე იმართება. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამუშაოს მაძიებელი მოქალაქეებისთვის ეს არის უნიკალური პლატფორმა. ბევრი ფორუმები ეწყობა ქვეყნის მასშტაბით, გამორჩეულია ბათუმის დასაქმების ფორუმი თავისი მასშტაბით, აქ წარმოდგენილი კომპანიებით, დაინტერესებული ადამიანების რაოდენობით და განსაკუთრებით ახალგაზრდების დაინტერესებით, კონტაქტი დამყარდა სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის და ესეც არის მთავარი ჩვენი მოვალეობა, რომ ხელი შეუწყოთ დასაქმება საქართველოში უმუშევრობის შემცირებას. სამუშაოთა მაძიებლისათვის არის უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს ახალი ინფორმაცია, მიიღოს აგრეთვე იმის შესაძლებლობა, რომ გადამზადეს და თანამედროვე კომპეტენციების მიმართულებით გაიღრმავოს თავისი უნარჩვევები, პროფესია განავითაროს და მიიღოს დასაქმების შესაძლებლობა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა რეგიონში, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას და რეგიონში შრომის ბაზრის გაძლიერებას. ის იყო კარგი პლატფორმა იმისათვის, რომ ბიზნეს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის შემდგარიყოს ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები და ასევე ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი არის სასწავლებელს ქონდათ შესაძლებლობა გაეცნოთ დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაცია მიეწოდებიათ სასწავლო გარემოს პროგრამების შესახებ, რაც პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს. დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ღონისძიებები მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და დასაქმების მსურველების ერთმანეთთან დაკავშირებას, კარიერული განვითარების ხელშეწყობასა და შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას. ახალი ეტაპი ქვეყნის ტექნოლოგიურ და ინოვაციურ განვითარებაში საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა. Dealroom არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემების შესახებ ერთიან მონაცემებს აერთიანებს და გამოიყენება ეკოსისტემების ანალიზისა და ბაზრის ტენდენციების შესწავლისთვის. პარტნიორობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას შექმნას სტარტაპ ეკოსისტემის სტრუქტურირებული მონაცემთა ბაზა, რაც ქართული სტარტაპების საერთაშორისო ხილვადობას და ინვესტირების მოზიდვას შეუწყობს ხელს. დეტალებით ლევან წუწუნავა. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა. პლატფორმა ერთ სივრცეში სტარტაპებზე დეტალურ მონაცემებს, უნივერსიტეტებზე, მსხვილ კომპანიებსა და ინოვაციურ ინსტიტუციებზე ინფორმაციებს აერთიანებს. Dealroom-ის გუნდის წარმომადგენელი ამბობს, რომ აღნიშნული პლატფორმა ქართულ სტარტაპებს ახალი შესაძლებლობების მოძიებაში და გლობალურ ინტეგრაციაში დაეხმარება. ეს ქართველი დამფუძნებლებისთვის ნიშნავს ხილვადობას გლობალურ დონეზე და გლობალურად ინვესტორებისთვის, ეგრეთ წოდებული policy maker-ებისთვის და კორპორაციებისთვის ერთგვარ არხს, რომლის გარეშეც მათ გაუჭირდებოდათ ქართული სტარტაპების აღმოჩენა. ქართულ უნივერსიტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ თავიანთი კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გვერდით.
საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა დილრუმის გლობალურ რუკაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით დაემატა. პლატფორმა ამარტივებს მონაცემების მართვას, ინვესტორებთან დაკავშირებას და ბაზრის ტენდენციების გაცნობას. სააგენტოს თავმჯდომარე იმ მხარდაჭერაზე საუბრობს, რომელსაც მთავრობა ქართულ სტარტაპერებს თავაზობს. ავთანდილ კასრაძის თქმით, დილრუმზე ინფორმაციის განთავსება ქვეყნის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. ასახული იქნება ის მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომელსაც ქართული სტარტაპები იზიდავენ, ასახული იქნება ის მონაცემები თუ რამდენად მდიდარი არის ქართული ინოვაციური ეკოსისტემა და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდეს ჩვენი ქვეყნისადმი, ასევე ინოვაციების რეიტინგები, რომელიც გლობალურად ქვეყნდება, მნიშვნელოვნად ინფორმაციებს იღებს სწორედ ესეთი პლატფორმებისაგან. ქართველი სტარტაპერები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით მათი საერთაშორისო ცნობადობა გაიზრდება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გაუმარტივდებათ. პლატფორმა დაეხმარება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. დილრუმი ძალიან მნიშვნელოვანი ეპიცენტრი არის სტარტაპისთვის, რადგან აქ თავს იყრის როგორც ინვესტორები, ასევე კონკურენტები, სხვა სტარტაპები და ზოგადად მთლიანად ეკოსისტემები არის დაშენებული და მათი ინფორმაცია დილრუმზე. და რა თქმა უნდა ის რომ საქართველოს დღეს ოფიციალურად არის დალისტული დილრუმზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დილრუმზე საქართველოს სტარტაპების გამოჩენით ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე კიდევ უფრო გამყარდება. ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემას მსოფლიო კაპიტალთან და გლობალურ ბაზრებთან დააკავშირებს. ეს ყალბასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე მოხალამდე გემშვიდობით ნახვამდის.